დღეს არის შაბათი 28 დეკემბერი საეკლესიო კალენდრი დღეს არის 15 დეკემბერი 2024 წელი ამ დღის შესახებ ჩვენ გვისაუბრია ეს არის საუბარი 55 და დღეს არის ხსენება წმინდა ელეფთერის და დედამისი ანთია სახელია და წმინდა სატურნინ რომაელის ამათ შესახებ ჩვენ 55 საუბარში ვისაუბრეთ და ასევე დღეს არის ხსენება წმინდა ევსევი ვერჩელელის ეს არის 129 საუბარი. ამიტომ მე აღარ გავჩერდები ამ წმინდანებზე და გადავალ ხვალინდელ წმინდანებზე. ეს არის 16 დეკემბერი და საეკლესიო კალენდრით 29 დეკემბერი არის და აი მინდა მოგითხროთ ორი წმინდანის შესახებ, ამ დღეს ორი წმინდანის ნაწილები გვაქვს და სანამ დავიწყებ წმინდანებზე საუბარს, მინდა მოახლოებული ახალი წელი ყველას მოგილოცოთ და მინდა მოგილოცოთ ყველას ასევე განვლილი დღესასწაულები ჩვენს რამდენიმე დღის წინ ვიდღესასწაულეთ ჩვენი პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ხმელთაშუაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის აღსაყდრების 57 წლის თავი და მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ ვკითხულობთ ყველანი 102 ფსალმოს 102 ფსალმოს პატრიარქის ჯანმრთელობისათვის და ვთხოვთ უფალს რომ 50 წლის იუბილემასთან ერთად რომ შევხვდეთ და გავატაროთ და მე ადრეც ვითქვამთ და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი ღრმა რწმენა იმისა რომ თუ ეს მოხდა თუ ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა მე მინდა ჩემი ღრმა რწმენა გამოთქვა რომ აი ამ დროისათვის უკვე საქართველოს მყარი განვითარების გზაზე იქნება დამდგარი აღარ იქნება ეს რყევები აღარ იქნება შეიცვლება რაღაცა არსებითად და ერთხელ და სამუდამოდ სტაბილური სიტუაცია დამყარდება აი 30 წლიანი რევოლუციების შემდეგ საქართველოში და ღმერთმა ისმინოს ეს ჩვენი ლოცვა და ამას უსურვებდი ამ ახალ წელსაც ამას უსურვებდი ჩემს ქვეყანას ამას უსურვებდი რომ აი ეს საერთო ენა გამოგვენახა ჩვენ ერთმანეთში და მინდა გაუსვა ხაზი იმას რომ ეს მოხდებოდა აქამდეც და ჩვენ ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ ის არის რომ მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ, საინტერესო ქვეყანა ვართ და ამიტომ ძალიან ძლიერი არის გარედან ჩვენ ქვეყანაში ჩარევა სხვა სახელმწიფოების მხრიდან და აი ალბათ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ. მიუხედავად ეს ჩარევა სულ იქნება ალბათ ცდილობა ყოველ შემთხვევაში და აი ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ და მოვახერხოთ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. თუ ჩვენ საერთო ენას გამოვნახავთ, მაშინ ეს ჩარევა ვეღარაფერს ვეღარ დაგვაკლებს ესე რომ ვთქვათ. გარეშე მტერი და მტერია ეს ვინც ჩვენ შინაგან საქმეებში ხელებს აფართურებს. თუმცა მინდა გითხრათ რომ ეს მტერი მაინც სხვა ჯულის თუ სხვა სისხლის ადამიანი არ არის. ხშირად ეს მტერი ჩვენშიც არის. ანუ ჩვენი მოქალაქეები ხშირად ჩვენი ადამიანი რომელიც ამას ქართველია, მაგრამ სხვანაირად აზროვნებს თქვათ, რა ვიცი, მოკლედ ხა ზუსტად ვერ ვთქვი ამ ყველაფერს. მაგრამ აი ეს ალბათ განკითხვა, ალბათ ეს ყოფილი ჩვენშია და ეს უნდა გადავლახოთ ალბათ. და მე იმედი მაქვს, რომ აი ამ 3 წელიწადში დაალაგდება ყველაფერი. გადავდივარ წმინდანებზე და მინდა მოგითხროთ პირველ რიგში ეს არის მარინოს წმინდა მოწამე მარინოს რომაელი და წინასწარ მინდა გითხრათ რომ ეს არის ადამიანი მრავალტანჯული, იმიტომ რომ ესე იგი მე აი ისევ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო აი რა აქვს ამ ადამიანს განსაკუთრებული ამ წმინდანს რომ ეს ახლა ჩვენ
მრავალმოწამე და დიდმოწამე წმინდა გიორგი როხეთა ტანჯას ახლა თქვათ ხო ბევრჯერ აწამეს, მაგრამ აი აქ გვაქვს შემთხვევა, ეს იყო სენატორი იყო რომის ახალგაზრდა, სრულად ახალგაზრდა კაცი და ეხლა წაგიკითხავ და მოიყვეთ, რომ წინასწარ რა შეფასება მინდა გავაკეთო, რომ ისე მოხდა, რომ დიდი დრო ქონდათ ძალიან მოკლედ ამისი ტანჯვისთვის და იგონებდნენ აი კიდე როგორ ვაწამოთ. აი ესე იგი მრავალტანჯულია ეს ადამიანი რა, მრავალტანჯული, იმიტომ რომ აი ბევრჯერ მოკლედ რაღაცები ახალი და ახალი, ნუ აი რა ვიცი, ყველაფერი სინჯეს, მოკლედ ყველანაირი წამება სინჯეს და აწამეს და მაინც რა თქმა უნდა, აი როცა აქამდე მიდის უკვე საქმე, მან გამოიჩინა რაღაც არაჩვეულებრივი სიმტკიცე და მოკლედ ფაქტიურად ვერ დაამარცხეს ვერაფრით. ნუ მისი წყარო, მისი ცხოვრების არის ვრცელი ბერძნული მარტვილობა, ანუ მოწამეობა მარინოსის, რომელიც მე-19 საუკუნის ხელნაწერით არის შემორჩენილი. სხვაც არის, მაგრამ ძირითადი წყარო ეს არის. და ეს ხელნაწერი იწყება დაკითხვით მარინოსი მარკიანი. ესე იგი მარკიანი ერქვა იმპერატორს, ოღონდ ეს იმდენად არის, ესე იგი მე-3 საუკუნეზეა ლაპარაკი, იმდენად არის გადაკარგული, ესე რომ ვთქვათ, ამ საუკუნების მიღმა, რომ ეს იმპერატორიც კი არ იდენტიფიცირდება. შეიძლება ეს არის იმპერატორი მარკუს ოპელიუს მაკრინუს შეიძლება. ზუსტად აი ვერ ესე იგი ეს არის 218 წლები შეიძლება ამ იმპერატორზეა ლაპარაკი. მოკლედ იმპერატორი მარკიანი ესე არის მის ცხოვრებაში ნახსენები. ყოველ შემთხვევაში ბასილი მეორის მინოლოგიაში არის ნახავთ ეს მინიატურა მისი წამების სცენა და შეიძლება ეს არის მარკუს ავრელიუს ნუმერიანუს, ანუ ნუმერიანუს იმპერატორი, ესეც ცნობილი იმპერატორია, 293-292 წლებში იყო ნუმერიანუსი და მას ყავდა მარკიანი პრეფექტი, რომის პრეფექტი მარკიანი, შეიძლება ეს არის. მოკლედ აი ორი ვერსიაა რა, მისი 217-218 წლები, ან 293-294 წლები. ნუ შესთავაზეს, ეს იყო სენატორი რომის, შესთავაზეს უარყოფა დევნის დროს, ქრისტიანობის დევნის დროს, უარი თქვა და პირველი რაც გააკეთეს, ეს არის ახალი ხარის, მე სხვათა შორის არც მინახავს როგორია ეს ხარის ძარღვები, რომელიც ესე არის ხაზგასმული, რომ ნედლი იყო, ახალი იყო და იმით იცემეს, მოკლედ როცა შენეთქვა იწელებოდა თუ რაღაც. და შემდეგ ჩააგდეს საპყრობილეში მძიმე ბორკილები დაადეს და ჩააგდეს. მეორე დღეს გამოიყვანეს ამფითეატრში და მიაბეს აი ამ თავისი კადნიერების ძალიან ისეთი სითამამისათვის მიაბეს ხის ჯვარზე გააკრეს და ხმლებით ცერავდნენ თუ ჩეხავდნენ რა ვიცი. შემდეგ მოიტანეს რაღაც ქვის კუბი, რაღაცა რომ თავი მოეკვეთათ. უпросторად უნდათ რომ დაიწყეს ხერხით მისი სხეულის დაზიანება, რომ გადაეხერხათ უნდათ, მაგრამ უფალმა დაიფარა ეს მარინოსი და ვერ გადახერხეს, ისევ საპყრობილეში ჩააგდეს და შემდეგი წამება იყო ესეთი, რომ
აი დიდი შამფური აიღეს, როგორ იცით, აი მაგალითად ხარს რო წვავენ, თქვათ, რაღაცა ესე დიდი ცხოველის აი ესე რო ატრიალებენ ცეცხლზე, აი ამაზე დაამაგრეს და დაიწყეს მოკლედ ნელცეცხლზე მისი შეწვა, მაგრამ აქაც არაფერი არ უფალმა დაიფარა და არაფერი არ და დაემართა კი არა, რაღაც ოფლი გამოუვიდა თუ წყალი რაღაც დიდი რაოდენობით და ეს ცეცხლი ჩააქრო. შემდეგ ვინმე ესე იგი სიმვლიკიან ალბათ ესე ქვია, სიმვლიკია, ეს არის ზედამხედველი ციხის. ამან შესთავაზა ტანჯველებს რომ გახურებულ ტაფაზე დაედოთ. და მაგრამ აქაც არაფერი არ დაემართა, ესე იგი ცვარი, ღვთაებრივი ცვარი ზეციდან ესე იგი გარდამოვიდა და გააგრილა ეს ყველაფერი. კიდევ არის ნახსენები კუმბრიკიუსი, იგემონი, კუმბრიკიუსი, რომელმაც ესე იგი შესთავაზა იმპერატორს გახურებული დიდი ქვაბი, რომელშიც ეს იქნებოდა ფისი, ანუ ზენთი, ესე იგი ჩაესხათ და გასკდა ეს ქვაბი და ვერაფერი აქაც არ გამოვიდა. ამის შემდეგ უკვე მიადგნენ ველურ ხეცებს და ჯერ იყო და ლომი და ლეოპარდი გამოუშვეს არენაზე და ესენი მივიდნენ და ფეხებთან დაუწუნენ ამას. შემდეგ გაყარეს ეს ლომი და ლეოპარდი და მოიყვანეს შემდეგ დათვი, დედალი დათვი და დედალი ლომი და ესენი რაღაცნაირად გაამხეცეს წინასწარ რა, მოკლედ და ესენი რომ მიუახლოვდნენ, ესენი როგორც ჩანს უპირებდნენ ამას მაინც დაზიანებას და აი რომ მივიდნენ მოკვდნენ ერთის და მეორეს. გაათხრიეს შემდეგ ესენი და ამის შემდეგ ლეოპარდი ვეფხვი და ხარი გამხეცებული ხარი გამოუშვეს და ესენი მივიდნენ და ოფლის ენაოსეს სახეზე და ოფლი მოწმინდეს. მოკლედ აქედანაც არაფერი გამოვიდა და შემდეგ დღეს გავარვარებულ ღუმელში შეაგდეს და აი მსგავსად იმისა, როგორც სამიყრმა ბაბილონის ტყვეობაში ნაბუქოდონოსორის დროს შეაგდეს და ანგელოზი დადიოდა მათთან ერთად, აი ესე ანგელოზები ჩამოვიდნენ და მარინოსი გააგრილეს იქ ესე იგი ამ ღუმელში და როდესაც ჩაკეტეს, როდესაც ერთი დღეღამის შემდეგ მივიდნენ, შემდეგ დღეს ანუ გამოაყეს ეს ღუმელი, იქ მოკლედ ნახეს რომ შეულებრივად არის ყოველგვარი ზიანის გარეშე და ბოლოს ეს მარკიანე, პირობითად მარკიანე ისე გამხეცდა, რომ აი ძალიან რისხანებაში ჩავარდა, რომ ვერაფერს ვერ უშვებიან და ბოლოს თავი მოკვეთეთ. ეხლა ესე იგი ეს აიყვანეს თავის მოსაკვეთად, აქ გამოჩნდნენ მისი მშობლები და მოვიდნენ ესენი და იმის მაგივრად რომ ამათ მიუშვეს ამ რომაელებმა რომ ეგება მშობლებმა მაინც გადაათქმევინონ და ესენი პირიქით ამხნევებდნენ და ეუბნებოდნენ რომ ეს დროებითი შვება ესე იგი არანაცვალოს მარადილ გვირგვინს და მოკლედ და დასაჯეს და ამ მარკიანემ იმპერატორმა თქვა რომ ხელს უდარაჯეთო და რო ქრისტიანებმა არ მოიპარონო და თავსხმაწვიმა წამოვიდა, ჩამობნელდა ყველაფერი და ეს ვის დატოვეს ეს მცველები, ამათ შეეშინდათ ისეთი ამინდი უცებ ისეთი ამბავი იყო რომ შეეშინდა და გაიქცენდა და ესე ჩამოთვლილი არის წმინდანთა მთელი დასი, რომლებიც მოვიდნენ მარკიანესთან და აქ არის ერთი ძალიან ესეთი გარემოება, ესენი ვინც ახლა უნდა წავიკითხოთ მათ სახელები, ეს არის ეპისკოპოსი თეოფილე ანტიოქიელი
და აი ანტიოქიელი მოწამენი, რომლებიც შემდეგ აწამეს, ესე იგი ოფსინუსი, ალექსანდრე, სოსტრატი, ფილიტი და სხვანი და ამფილოქე, იაკობი, თეოგენე, მარკოზი, ევსტოქიუსი, რუფინუსი, ფილიპე, მაკედონიუსი, ეფირიუსი, პოლიკარპე, პოინიუსი არის ესენი ესე იგი ამათმა წაიყვანეს მისი სხეული და დამარხეს და რაღაც ესე იგი ეს კავშირი შემდეგ სხვათა შორის ეს მარინოსის თაყვანისება ანტიოქიაში უფრო დიდი იყო რომში რაღაცა პერიოდი საერთოდ არ იცოდნენ ამ წმინდანის შესახებ და ნუ იქ კი დიდი თაყვანისება იყო და შემდეგ მოკლედ ეს დაასაფლავეს ფიტონის ბორცვზე კალისტასი ესე ქვია დღეს და აი ბორცვზე დაასაფლავეს და ანგელოზებმა აკურთხეს მისი საფლავი და თავთან ამოვიდა ფინიკის პალმა ხოლო ფეხებთან ზეთისხილი ხე და აქეთ-იქით მარჯვნივ და მარცხნივ ვენახი გაიზარდა და ამის გამო აი ამ ანტიოქიაში როგორც მოგახსენეთ აი ეს ამხელა სასწაული რომ მოხდა მისი თაყვანისება მოკლედ გავრცელდა ხოლო ამ მარკიანეს ეს იმპერატორი იყო თუ პრეფექტი მოკლედ ამას და კიდევ ჯალათს და კიდევ იმას მთავარი მოგვივინც იყო მაშინ რომში მოკლედ ღმერთმა ისინი სასტიკად დასაჯა. აი ეს არის რაც ვიცით მოკლედ ამ მარკიანეს შესახებ, აი ეს არის ბასილი მეორის მინოლოგიაში, ნახეთ აი მარკიანეს წამება. და ეხლა მე გაჩვენებთ გადიდებულს მის სახეს. აი გვერდზეა, ესე იგი აი ესე ცოტა შემოვატრიალე და ეს არის წმინდა მარკიანი. და ეხლა გაჩვენებთ წმინდა ნაწილს, ესე გამოიყურება მარკიანოსის წმინდა ნაწილები. ესე და შეგვეციოს მოკლედ მისი მადლი. მე კი გადავდივარ შემდეგ წმინდანზე. შემდეგი წმინდანი არის კონკორდიუსი, რავენელი და მის შესახებაც ძალიან მცირე რამ ვიცით. მაგრამ აქ არის იმპერატორი მაქსიმიანეს დრო არის ეს არის 285-300 წლებამდე იყო ეს მაქსიმიანე. ეს ცნობილი მაქსიმიანეა თებეს ლეგიონერები რო აწამა მაგალითად და კიდევ ბევრი სხვა სიგლახე მოკლედ გაკეთებული. და იყო ესე იგი მის ჯარში მსახურობდა ვალენტინი ეს იყო ოფიცერი. აი ამ ოფიცერ ვალენტინს ყავდა შვილი კონკორდიუსი, ეს ჩვენი დღევანდელი წმინდანი, რომელიც ძალიან ძიმე რაღაცასნეულებით დაავადდა და წმინდა დალმაციუსის შესახებ მან შეიტყო, ეს არის ეპისკოპოსი დალმაციუსი, ნუ ეს ზუსტად არ ვიცით, ესეც არ არის ზუსტად ცნობილი. ეს არის 5 დეკემბერს არის მისი ხსენება 64 წელს აღესრულა. მღვდელმოწამე იყო, ეხლა მე აღარ ჩავღრმავდები დალმაციუსის ცხოვრებას. ეს იყო პედონა ქალაქს ერქვა, დღეს ქვია ბორგო-სან დალმაციო, ამ დალმაციუსის სახელი ქვია, პიემონტის რეგიონია, კუნეოს პროვინციაში. რომელიც ქალაქ ალბაში დაუფარავად ღიად ქადაგებდა რა, მოკლედ ეს ეპისკოპოსი და ეს არის ლიგურიისა და პიემონტის საზღვარზე ლანგეს მოკლედ რეგიონში, ხარეში. მოკლედ ამან გაიგო ამ ქადაგების შესახებ ვალენტინმა და წავიდა ეს ვალენტინი და დატოვა ეს ავადმყოფი ბავშვის სახლში და წავიდა ვალენტინი რო ეთხოვა დახმარება ამ დალმაციუსისათვის და შეევედრა რომ აი შვილი მიკვდება და რამე მიშველე და
მან დალმაციუსმა ძალიან გულთან ახლოს მიიტანა, მოკლედ და მხურვალედ ილოცა რაღაცა ესეთია ისე რაღაცა უცნაური ამბავია. რა უთხრა იცით? შენი შვილი გადარჩებო. მაგრამ ეხა ვიცინი, მაგრამ მის ნაცვლადო სხვა მოგვტებაო რავენაში კეთილკრძალული, კეთილმორწმუნე ქრისტიანი ანტონიუსი. აი ანტონიუსი მოგვტებოდა შენი შვილის ნაცვლადო რა, მოკლედ და ეხა მე მაგალითად ამას ეხა ვერ ხსნი. ადამიანურად არ იხსნება, თორე სინამდვილეში აქაც არაფერი არ არის გასაოცარი, თორე ყოველ წუთში ყველანი ესეც კი განიკურნა და ესენი მოწამეები არიან ყველანი. ხო და იმდენად ეს სიკვდილი ახლოს არის, იმდენად და იმდენად ხშირია, რომ აი ესეც კი რაღაცა მოკლედ ქართული გამოთქმა ჩალისფასი აქვს სიცოცხლესა და აი მართლა ესეა რა. მოკლედ ეს ანტონიუსი მოგვტება შენი შვილის მაგერად და ეს ჩავიდა ესე იგი დაბრუნდა აი თავის რავენაში ეს ვალენტინი სადაც იყო მისი შვილი და მართლაც ნახა რომ ბავშვი გადარჩა და ეს ანტონიუსი გარდაიცვალა. და ამის შემდეგ იგი მივიდა დალმაციუსთან თავის შვილთან ერთად და სთხოვა რომ მოენაცვლა ვალენტინიც და კონკორდიუსიც. და მართლაც მან მონათლა დალმაციუსმა და ამათმა დაიწყეს ახლა ქადაგება რავენაში, მაგრამ როგორც მამაშვილმა ქადაგება დაიწყო რავენაში, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ეს მაქსიმიანეს პერიოდია და იქადაგეს ძალიან ბევრი ადამიანი მოექცა, ესენი თავის ამბავს ყვებოდნენ, რაც მოხდა. ამ ანტონიუსის სიკვდილის ქადაგების თემა იყო რა, რომ აი ესე მოხდა, რომ მის ნაცვლად, ბავშვის ნაცვლად ეს ადამიანი წავიდა და აი მან ძალიან დიდი სტიმული მისცა იმისთვის, რომ ესე იგი არაფერს არ მორიდებოდნენ, იქადაგეს და მოკლედ ესენი შეიპყრეს და მოწამეობრივად აღესრულა მამაშვილი. ჩვენ გვაქვს აი კონკორდიუსის წმინდა ნაწილები, აი ესე გამოიყურება ესა. აი ეს არის კონკორდიუსი. და შეგვეციოს წმინდა კონკორდიუსის და მისი მამის ვალენტინის და ასევე ამ დალმაციუსის, მგდელმოწამე დალმაციუსის, რომელიც სავარაუდოდ მოგვიანებით აღესრულა, შეგვეციოს მათი მადლი. მე კი დღეს ამითი გემშვიდობებით ეს არის აი ის ფაქტიურად მე შაბათის წმინდანების შესახებ მოგახსენეთ, რომ გვისაუბრია უკვე, აი ხოლო აი კვირას 16 დეკემბერს კი აი ორი წმინდა ნაწილი გვაქვს მხოლოდ ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.